მოგესალმებით, მე ვარ ლეილა და დღეს ვისაუბრებ ფსიქოლოგიაზე. კერძოდ იმაზე, თუ რამდენიმე ტექნიკა მინდა გასწავლოთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ვაკონტროლოთ ჩვენი აზრები, ასე თუ ისე. რა თქმა უნდა, ბევრი ტექნიკა შეიძლება არსებობს, აქ შემოგთავაზებთ რამდენიმეს. ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინ, როდესაც მოგდით ისეთი აზრები, რომელიც თქვენ დისკომფორტს გიქმნით ან გაშინებთ. თქვენ მარტო არ ხართ, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ესეთი აზრები, ასე რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. უბრალოდ უნდა ვისწავლოთ აი ამ აზრების მართვა. პირველი ტექნიკათაგან რაც მახსენდება, არის ის, რომ უნდა ვეცადოთ ყურადღების გადატანას. გადაიტანეთ როდესაც ეს აზრი, რაიმე კონკრეტული აზრები მოგდით, რაც გაშინებთ, ან ზედმეტად ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ზედმეტად ფიქრობთ, რომ ზედმეტად ფიქრობთ. ტავტოლოგია გამოვიდა, მაგრამ არა უშავს, მთავარია, რომ აზრი გადმოვცე. მოკლედ, ესე იგი, ამ დროს რას ვაკეთებთ? ფიქრობთ იმაზე რეალურად, რაც მოგწონს, ხო? და თუნდაც ეს შეიძლება იყოს თქვენი მიზნები, ოცნებები, ან გაიხსენოთ ისეთი მოვლენა, სადაც იყავით კარგად გრძნობდით თავს. გონებრივად გადაიტანოთ თქვენი აზრი და ყურადღება იმ ადგილას. მეორე არის, რა თქმა უნდა, თვითონ სხვა ტექნიკებიც არსებობს, რომელიც უშუალოდ ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები იყენებენ, მაგრამ შედარებით მარტივებს შემოგთავაზოთ, რომ თქვენთვანვე შეძლოთ. მეორე არის სტოპ ღილაკი, როდესაც მოგდით რაიმე კონკრეტული აზრი და თქვენ თავს გონებრივად ეუბნებით სტოპს და შეგიძლიათ ამ ტექნიკით მართოთ თქვენი აზრები, ხო? და თქვათ შესაბამისად, გადავხვიდეთ პირველ ტექნიკაზე, მაგალითად, უთხრათ სტოპ. ეხლა მე ამაზე არ ვიფიქრებ, ანუ ცნობიერ დონეზე გამოიტანოთ ეს ყველაფერი და იფიქროთ იმაზე, რაც რეალურად გინდათ. ეს მეორე ამბავი. მესამე ტექნიკა შეიძლება ვთქვათ ის, რომ შეგიძლიათ დრონის საკუთარ თავს, მაგალითად, პირობითად 1 წუთის განმავლობაში ახლა მე ვიფიქრებ ამაზე, 1 წუთის შემდეგ მე შევწყვეტ ამაზე ფიქრს. ანუ ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ ცნობიერ დონეზე გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი და ვმართოთ, ხო? შესაბამისად ამისა, ძირთად ორიენტაციას აქ მართვაზე ვაკეთებთ, ხო? შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, ესე იგი, მეოთხე ტექნიკა, შეგიძლიათ ადამიანები ხშირად ბევრ ფიქრს, ასე ვთქვათ, ეს ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ ხშირად, იმიტომ ვიწყებთ ხოლმე, რომ ან წარსულში ვართ, ან მომავალში, ანუ აქ და ამჟამად გავიწყდება ყოფნა. და სხვათა შორის ეს შფოთვასაც იწვევს. შფოთვას წარსულზე ან შფოთვას მომავალზე. ეს შფოთვა კიდე ცალკე თემა არის. მოკლედ, შფოთვაზე მერე. და რაც შეეხება სხვათა შორის, ეხლა რასაც გეტყვით, შფოთვის შემცირებაშიც დაგეხმარებათ. იყოთ, გაიაზროთ, რომ თქვენ ხართ აქ და ამჟამად, არც წარსულში, არც მომავალში. კონცენტრირება მოახდინეთ იმ მომენტში თქვენ გარშემო რა არის. რას ხედავთ, რას ეხებით, რას გრძნობთ, რა გესმით, რას სურნელს შეიგრძნობთ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მოახდინოთ იდენტიფიცირება იმ კონკრეტულ მომენტში, სად ხართ, რომ არ ხართ წარსულში, რომ არ ხართ მომავალში, ხართ იქ, იმ მომენტში, იმჟამად და ეს ბევრად დაგეხმარებათ, რომ აკონტროლოთ ეს ყველაფერი. კიდევ სხვა ტექნიკა არის ის, რომ გადავადება, თუმცა აქ ამას უფრო გადავადება ისეთი რაღაც არის, სხვათა შორის ბევრი სხვადასხვა რამესთან შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ ამ კონტექსტად შეგვიძლია. აი, მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ვთქვათ, რომ იცი რა, 5 საათის მერე, ანუ 5 დღის მერე მე დავფიქრდები ამაზე. ეხლა ამის მთავარი ის რა არის, რომ ხანდახან
ჩვენ ეს ბრაზის მართვაშიც გვეხმარება ხოლმე სხვათა შორის. თუ კი რაიმე მართლა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, ხო? ნამდვილად 5 დღის მერეც რომ გაგახსენებათ, მიხვდებით რომ მნიშვნელოვანია და თუ არ არის მნიშვნელოვანი, თავისთავად მიხვდებით რომ ეს საკითხი არც არის იმდენად მნიშვნელოვანი და რეალურად არც ღირს ამაზე ნერვიულობა და შფოთვა. ეხლა ეს ძალიან მარტივად გიხსნის ვიცი, მაგრამ თავარი აქ გვესმის, რომ ის არის თქვენი საკუთარ თავის მხარდაჭერა შეძლოთ მანამ სანამ მიხვალთ ფსიქოთერაპევტთან. ან ზოგადად შეიძლება თქვენ თვითონაც შეძლოთ საკუთარ თავის მხარდაჭერა, ხო, ასე. კი ბატონო, ასე თუ ისე მე მგონი 5-6 ტექნიკა მაინც თქვით ჩამოვთვალეთ. თუ რაიმე სახის დახმარება დაგჭირდებათ, კომენტარებში შეგიძლიათ დააფიქსიროთ და თუ ეს ისეთი იქნება, რომ მე შევძლებ პასუხის გაცემას კომენტარში, კი ბატონო, გაგცემთ პასუხს. თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს, ხო? კი, მეც ვარ ფსიქოთერაპევტი, მაგრამ აქ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მე მომმართავ თუ სხვას მიმართავ, თავარია რომ თქვენი საკითხი გადაიჭრას და თქვენ იმუშაოთ საკუთარ თავთან. ამიტომ კი, თქვენ შეგიძლიათ მეც მომმართოთ, თუმცა რა თქმა უნდა ეს არის ფასიანი თერაპია, მაგრამ ამავდროულად შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ ფსიქოთერაპევტს, რომელიც თავის საქმეში კარგია, ასე ვთქვათ და იცით რომ დაგეხმარებათ. მოკლედ, დღესთვის სულ ეს იყო, სხვა დროს კიდე სხვა რამეებზე ჩავწერთ. იყავით ჯანსაღად, იყავით ბედნიერად და აბა თქვენიც ვიცი რომ ახლა საქართველოში მით უმეტეს ძალიან ისეთი სტრესული მდგომარეობა არის, ამიტომ ბევრი შიშის ფაქტორი, ბევრი აზრი გვიჩნდება ადამიანებს, მე კი არ ვარ ახლა საქართველოში, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ სადაც ვარ რეალურად საქართველოში რაც ხდება, ჩემზეც მოქმედებს და ძალიან განვიცდი, ამიტომ ძალიან კარგად მესმის თქვენი. მოკლედ აბა თქვენც და წარმატებულ დღეს გისურვებთ.